უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და მხარდამჭერი მარში თბილისში მოქალაქეები ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ და ახლა მსვლელობა პარლამენტისკენ მიემართება. რა გზავნილი აქვს სოლიდარობის აქციის მონაწილეებს ზურა პეტროსიანი უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერ ზურა გისმენთ. გიორგი, რა თქმა უნდა, დღეს გზავნილები მთელი მსოფლიოდან არის ერთი, ეს არის გამარჯვება უკრაინას, ომში მყოფ ქვეყანას, რომელიც დღეს ომის მიუხედავად თავისი დამოუკიდებლობის 34 დღეს აღნიშნავს და რა თქმა უნდა, თბილისიც ვერ იქნებოდა გამონაკლისი და თქვენ ახლა ხედავთ, რომ ჩემს უკან ფაქტობრივად მთელი გამზირი არის ყვითელ ცისფერფერებში, უკრაინის დროშის ფერებში, აქ ასევე არაერთხელ გაჟღერდა უკრაინის ჰიმნი, რა თქმა უნდა, საქართველოს ჰიმნიც, ევროკავშირის ჰიმნი, ეს ის არის, რაც გვაერთიანებს ჩვენ, ქართველებს და უკრაინელებს და რა თქმა უნდა, გამარჯვება რომელიც აუცილებლად მოსაპოვებელია. ჩვენ ახლა მცირე გაჩერებას ვაკეთებთ სწორედ ფილარმონიასთან იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს და გავიზარდეთ ტარას შევჩენკოს ძეგლიდან, სადაც მისი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და რა თქმა უნდა საბოლოო წერტილი ლოკაცია იქნება უკვე რუსთაველის გამზირი, სადაც უკვე 200 დღეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი ქართული ხალხის ასევე დამოუკიდებლობისთვის, ასევე თავისუფლებისთვის და ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ამ ადამიანების გზავნილი. დღეს როგორც ვთქვით, უკრაინა იღებს მილოსვებს, იღებს გზავნილებს მსოფლიოდან და ნახოთ რა გზავნილები აქვს ქართულ ხალხს. მოგესალმებით. მადლობა რომ აქ ხართ. რა არის თქვენი გზავნილი უკრაინისთვის? მოდით ასე კითხავთ პირდაპირ, ვინაიდან დღეს უკრაინელები იღებენ მილოცვებს, თქვენ რას ეტყოდით უკრაინელ ხალხს? გულოცავ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, მებრძოლებს, ღირსეულ ერს დამოუკიდებლობის დღეს გუშინ აღვნიშნეთ უკრაინის დროშის დღე. დღეს ზეიმობთ ქართველები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ვაცნობიერებთ იმას, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ჩვენ გამარჯვებას, პირდაპირ პროპორციულია ჩვენ გამარჯვებასთან, იმიტომ რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს. ამიტომ უკრაინელებს ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ, ესე თავგანწირულად რომ იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საერთო მტერი. მადლობა, თქვენ ახსენეთ უკრაინის დროშა და ახლა მინდა გაჩვენოთ სწორედ კადრში, ვთხოვო ჩემს ოპერატორს, რომ სწორედ უკრაინის დროშა გაშალეს ახლა გამზირზე და ჩვენ შეგვიძლია რომ ნახოთ დიდი უკრაინის დროშა, რომელსაც თქვენ ახლა უნდა ხედავდეთ, სიმბოლოდ იმისა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. გუშინ უკრაინა აღნიშნავდა სწორედ ამ დროშის ეროვნული სიმბოლიკის დღეს და ჩვენ რომ ახლა სწორედ ფილარმონიის წინ არის გაშლილი უკრაინის დროშა და პარალელურად ასევე საქართველოს დროშები, ჩვენი პარტნიორების დროშები, ევროკავშირის, გერმანიის და ისმენთ ახლა ჰიმნ, შეგვიძლია ჰიმნსაც მოვისმინოთ ცოტა ხანი. ბევრი ადამიანი აქ შეკრებილი, ვეცდები იმას კიდევ გავესაუბრო, ნახოთ როგორი განწყობები აქვს ადამიანებს. როდის გიხდით? მოდით თქვენ კითხავთ თუ შეიძლება დღეს აღნიშნავთ უკრაინის დღეს. მინდა კითხავთ, რას ეტყოდით უკრაინელ ხალხს, რომლებიც ამ დრომდე იბრძვიან გამძლეობას და გამარჯვებას უსურვებ. ჩვენ ერთი მტერი გვყავს, მეც აფხაზეთიდან დევნილი ვარ. და ჩემთვის ნაცნობია ახლა ეს სიტუაცია რაც ხდება იქ. მეც გამოვლილი ბავშვი ვარ და მინდა რომ პირდაპირ კავშირში არის მათი გამარჯვება ჩვენთან. გაიმარჯვეს უკრაინამ და გამარჯვება უკრაინელ ხალხს. გამარჯვება საქართველოს. დიდი მადლობა, როგორც ხედავთ, გზავნილები არის პრინციპში ერთნაირი, მეტი რა შეიძლება უთხრა ომში მყოფ ქვეყანას თუ არა გამარჯვება. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ფორმულას მაყურებელი ეკრანზე ხედავდა შტრიხ-კოდს, რომელზე მინათებითაც smartphone-ის მას შეუძლია რომ დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს. ეს არის ფონდი, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერით შეიქმნა დაახლოებით 2 წლის წინ და ნებისმიერ ადამიანს სურვილს შეუძლია რომ იქ თანხა ჩარიცხოს. ამ დროისთვის მილიარდ დოლარზე მეტი არის შეკრებილი, კერძოდ კი მილიარდ 800 მილიონი დოლარია და ფორმულას რა თქმა უნდა მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს და ეს მთელი დღის განმავლობაში ეს შტრიხ-კოდი იყო ეკრანზე. თანხა რომელიც აქ შეგროვდება მოხმარდება 5 სხვადასხვა მიმართულებას, ჩვენ შეგვიძლია პარალელურად დავიძრათ 5 სხვადასხვა მიმართულებას, გულისხმობ თავდაცვას, ასევე უკრაინის აღდგენას, განათლებას, სამედიცინო დახმარებას, ნებისმიერ თანხას სწორედ ამ მიმართულებით იქნება გადარიცხული. პარალელურად თქვენ ხედავთ რომ უკვე უკრაინის დროშით ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას რუსთაველის გამზირისკენ,
აქ აქციაზე იმყოფებიან რა თქმა უნდა ქართველებთან ერთად უკრაინელებიც, რომლის მეორე სამშობლოდაც იქცა ჩვენი ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ და ერთობლივად უკრაინელებთან ერთად რა თქმა უნდა ქართველები უკვე როგორც ვთქვით 200 დღეზე მეტია ვიკრიბებით სწორედ რუსთაველის გამზირზე. დღეს როგორც ვთქვით მთელი დღის განმავლობაში უკრაინა იღებდა მილოცვებს, მათ შორის მასპინძლობდა კიევში მაღალი დონის სტუმრებს, მიიღო არაერთი დახმარება, რომელიც მომხმარდება სამხედრო მიზნებს.